ხმა შემოდის კრიპტობაზარი და ასე ვთქვათ ნახავთ ჩვენ ლაივებს, ასევე ნახავთ ჩვენს ძველ ჩანაწერებს, მოკლედ და ეხლა გადავაზიარებ გადაცემას ჯგუფში რაღაც ინტერნეტის ხარვეზი მქონდა, ყველას მოგნიშნავთ და მოკლედ დავიწყოთ მანამდე ვინც ეხლა ლაივში გვიყურებთ, დაწერეთ ხო ესე იგი კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, რაღაც ხმის პრობლემა გქონდა, ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში და ასევე შეგიძლიათ Facebook-ზე, YouTube-ზე, Twitter-ზეც მოძებნოთ კრიპტობაზარი, ნახოთ ჩვენი ძველი გადაცემები და ასევე მიმდინარე გადაცემები. ეხლა სადამ გადავალთ უშუალოდ გადაცემაზე. მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე თქვენ შეგიძლიათ მოკლედ მარტივად იყიდოთ კრიპტოვალუტა, გადაცვალოთ სხვა კრიპტოვალუტაში, გადმოიტანოთ თქვენი დეპოზიტები და ექვე ახლა ეკრანზე გამოჩნდება, მოკლედ ესეთი სიახლე არის Bitnet-ზე. Bitnet-ზე თქვენ USDT-ის შესყიდვა 0%-იანი საკომისიოდ შეგიძლიათ, აი ხა გამოჩნდება ეს სიახლე ეკრანზე და რა თქმა უნდა, ესეთ სიახლეებს ჩვენგან გაიგებთ სწრაფად, ასევე ვინც არ ხართ Bitnet-ზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდეთ ჩვენი რეფერალური ლინკით, რომელიც აღწერაშიც დევს და პრინციპში ყველგან დევს, გაიარეთ ვერიფიკაცია და მოკლედ არ მოგესმათ 0%-ით შეგიძლიათ მოკლედ USDT იყიდოთ. ეს აქცია როგორც ვიცი, ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მე პერიოდულად კრიპტობაზრის და კრიპტობაზრის ფორმატში ჩვენ შეგახსენებთ მოკლედ ამ აქციის შესახებ, რათა არ გამოგჩეთ მით უმეტეს ესეთ პერიოდებში, როდესაც ბაზარი დაბლამოდის და ვიღაცებს სურთ ამა თუ იმ კრიპტოს შესყიდვა. ეხლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილში. გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვხილავ ხოლმე სიახლეებს თუ რა გვაქვს ბაზარზე, მეორე ნაწილში განვიხილავ ტექნიკურად თუ რა ხდება ზოგადად ბაზარზე ფასის კუთხით და მესამე ნაწილში ვცდილობ ხოლმე რომ თქვენ შეკითხვებს უპასუხოთ. მოკლედ გადაცემის პირველი ნაწილის პირველი სიახლე გახსნილია, ასე ვთქვათ, CME ჯგუფის Bitcoin-ის futures-ის კონტრაქტებზე არის საუბარი და მათი, ასე ვთქვათ, შესყიდვა და მოხმარება ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზე არის 2024 წლის დასაწყისის შემდგომ, ასევე გაზრდილია ზოგადად მოთხოვნა როგორც აი ამ პერიოდიდან 2024 წლიდან და ასევე ეს მაისი რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს მაისი 2025 წლის საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა რამოდენიმე სიახლე ჩვენ მანამდე გავიხილეთ თუნდაც GameStop-ის განცხადება შესყიდვებთან მიმართებაში Bitcoin-ის ასევე სხვათა შორის ტრამპის მედიის შესყიდვების ტრამპის მედიამ რომ განაცხადა შესყიდვებთან დაკავშირებით, მოკლედ ეს სიახლე დეტალურად დევს ჩვენ Twitter გვერდზე, მაგრამ რა შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის როგორც რიგითი პრინციპში კრიპტო მოყვარულისთვის ან ადამიანისთვის, ვინც ფასებს აკვირდება, ცხადიან ნელ-ნელა შეიმჩნევა და კიდევ კარგით რომ ეს რაღაც პანიკური, ასე ვთქვათ, წნევით და ძალით არ არის, ნელ-ნელა შეიმჩნევა ამა თუ იმ კომპანიის მიერ Bitcoin-ის და კრიპტოვალუტების, სხვადასხვა კრიპტოვალუტების შესყიდვა და ადამიანები უკვე გადადიან და კომპანიები უკვე გადადიან პრინციპში იმ ტენდენციებს და აქ არ არის საუბარი რაღაცა 1 მილიონზე ან 9 მილიონზე, საკმაოდ დიდ თანხებზე არის საუბარი. აი GameStop-ის შემთხვევაში 4710 Bitcoin-ზე იყო საუბარი ოდენობის მიხედვით, ხო? ანუ ეს რაც მინიმალური შესყიდვები არ არის, ეს არც თუ ისე ცუდი ოდენობა არის ბაზრისთვის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვოლატილურობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები იმედი მაქვს რომ რაღაც დაზღვევებს აკეთებენ და შესაბამისად ასე ვთქვათ ინვესტორები არ შეყავთ შეცდომაში თან ჩენი სხვა კუთხით ყველაფერი მიდის ისე პრინციპში როგორც უნდა მიდიოდეს ბაზარზე თუ თქვენ ასე ვთქვათ უყურებთ ამ ბაზარს როგორც აღმასვლის ასე ვთქვათ ბულ მარკეტის ბაზრად თუ აღიქვამთ ამ პერიოდს ბუნებრივი არის ესეთ სიახლეები პირიქით ეხმარება ამ ინდუსტრიას და ზოგადად ფასების აღმასვლას და შესაბამისად
შესაბამისად ესეთ სიახლეები ეგრეთ წოდებული bullish სიახლეები ანუ ის სიახლეები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ასე ვთქვათ ფასის ზრდა ან ზოგადად ადასტურებენ რატომ გაიზარდა ბაზარზე ფასი და შესაბამისად მსგავსი სიახლეების საკითხვა სასიამოვნოა ხოლმე თუმცა კიდევ ერთხელ როდესაც კარგი მხარე არსებობს სიახლის უნდა გვახსოვდეს ასე ვთქვათ მეორე მხარე ყოველთვის ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში რომ კომპანიებს აქვთ გააზრებული ყველაფერი და ასევე მომხმარებლებიც ის ადამიანებიც ვინ კრიპტო ინდუსტრიაში შემოდიან ბუნებრივი არ შემოდიან მარტო იმისთვის რომ ერთ წუთში და ერთ დღეში და ერთ წელიწადში გამდიდნენ არამედ უფრო გრძელვადიანად უყურებენ ამ ინდუსტრიას და ეს ტენდენცია იცვლება მოკლედ ადამიანებს აქვს ძალიან ბევრი კითხვები და იმედი გადაცემის განმავლობაში დაისმევა კითხვები და კითხვების ქონა მიუთითებს იმას რომ აინტერესებთ ესა თუ ის საკითხი და ასე ვთქვათ ზერელედ არ უნდათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია ხოლმე მე რო ვიღაც მეკითხება რაღაცას რაღაცის ფასთან მიმართება ის ძალიან რთულია პასუხი გასცე ესე მარტივად იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე თეორია ამა თუ იმ აქტივის ფასზე რაზე შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული მოკლედ ერთ წუთში და ორ წუთში მსგავსი სიახლეები არ იხსნება ამის თქმა მინდა და ამიტომაც არის ხან კრიპტობაზარი ხა ერთ საათს კარგახანი არ გაცდენილა კრიპტობაზრის შემთხვევაში ხო არის გადაცემები სადაც 1 საათზე მეტი ვსაუბრობთ იყო ერთიც 2 საათი გვისაუბრია რატომ იმიტომ რომ ერთი მარტივი პასუხი ერთი მარტივი ფორმულა არ არსებობს როდესაც მომავალზე არის საუბარი და მომავლის განვითარება ბევრნაირად შეიძლება მოხდეს და ბევრ ამბავზე არის დამოკიდებული ისეთ ამბავზე რომელიც აღწერაში გადაცემის აღწერაში არ დევს მაგრამ აუცილებლად ბონუსად ამ ამბავსაც განვიხილავ და შეიძლება პატარაზე შეიძლება წამომწდეს და გითხრათ რომ პრინციპში ხობ თქვი მსგავსი რაღაც. ხო, ეხლა რა შეეხება მეორე სიახლეს? მეორე სიახლე ეხება Uber-ს. მე თილთ გადამოწმება ვერ მოვახერხე. რამდენად ოფიციალურად არის საქართველოში Uber-ი შემოსული, უბრალოდ Uber-ზე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ არის კომპანია, ასე ვთქვათ, ტაქსების, ასევე არის მიწოდების, მოკლედ სხვადასხვა სერვისის მიწოდების, ფიზიკურად ეს ველოსიპედებით იქნება სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით სხვადასხვა სერვისი აქვს, მოკლედ დაახლოებით როგორც Bolt 2009 წლიდან არსებობენ ბაზარზე და 70-მდე ქვეყანაში არიან შესული. განაცხადა მისმა CEO-მ, რომ აინტერესებს ზოგადად Web3 ინდუსტრია და blockchain ტექნოლოგია. ნუ ამ სიახლეს რო ნახავთ, ეხა იტყვით, რომ ძალიან კარგია. მაგრამ შემდეგ სიახლის წერია ესეთ რაღაც, რომ აინტერესებს ზოგადად სტაბილურ coin-ებზე არიან უფრო მიმართულები და აინტერესებთ რამდენად შეუძლიათ ინტეგრირება თავიანთი გადახდის სერვისების გადასახდელად სტაბილური coin-ების. ნუ ესეც შეიძლება საინტერესო იყოს. მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, ხო? მეორე პრობლემა გვაქვს რეგულატორებთან მიმართებაში საქართველოში. კრიპტო გადახდები მოგახსენებათ სხვადასხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით უფრო წინ არის. აღსანიშნავია ეს ფაქტი, ასევე ბირჟების და თუნდაც ბიტნეტზე თქვენ ფაქტობრივად მომენტალურად შეგიძლიათ თანხის შეტანა და კრიპტოს ყიდვა. ამ სიტყვას თუ გაქვთ ნავაჭრი კრიპტო და გსურთ ასე ვთქვათ გადასვლა ბიტნეტზეც აპლიკაციით დესკტოპ ვერსიით მოკლედ ყველანაირად შეგიძლიათ გადმოტანა სწრაფად მოკლედ რისი თქმა მინდა ეს პრობლემა საქართველოში არ არის და ამიტომ შეიძლება ეს ახლა ცოტა არარელევანტური იყოს თქვენთვის თუმცა ყავს მაყურებლები რომლებიც საქართველოს გარეთ არიან და შესაბამისად იციან რომ სხვადასხვა რეგულაციები არსებობს ქვეყნებიდან გამომდინარე და მით უმეტეს როცა არის საუბარი სტაბილურ coin-ზე თქვენ ალბათ გახსოვთ სტაბილურ coin-ებთან მიმართებაში აი ამერიკის გადაწყვეტილება როგორ იქნება ამას უნდა დაველოდოთ და ასევე სტაბილურ coin-ებთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილება ნუ სადაც უფრო ასე ვთქვათ USDC-ს უჭერენ ხავს USDC კიდევ ვიცით ვისი პროდუქტი არის სტაბილურ coin-ების ომი რომელიც bear market-ის დროს იყო ეჭვმა გაგრძელდება და გაგრძელდება რადგან მე ასევე დავამატებ იმას რომ რაც არ უნდა მოვიდეს კრიპტო ინდუსტრიას ასე მგონია რომ სტაბილური coin-ებით გადახდები მაინც აქტუალური დარჩება. კინო ინდუსტრიასაც არ უნდა მოვიდეს ან bear market-ს გულისხმობ. წინა bear market-ისგან ეს განსხვავება გვექნება ჩემი აზრით, რადგან ვიღაცა ვერ გეტყვით რა ეხა მე პირობითად USDT-ით ან USDC-ით გადახდა მაქვს
და ნუ აღარ მექნება რატო არ შეიძლება გქონდეს ეს ის აქტივი ხომ არა რომელიც სწრაფადვე უნდა გადაცვალო ხო ნუ მეტნაკლებად სტაბილური coin-ია ნუ ეს რა თქმა უნდა ეს შიშები რაც იყო ლუნას სტაბილური UST-სთან მიმართებაში ეს კიდევ ცალკე ამბებია მოკლედ რის თქმა მინდა ეს წინადადება ცოტა უცნაურად ჟღერს შემთვის თუმცა კი ამ მიმართულებით უნდა მივდიოდეთ უბრალოდ 70 ქვეყანაში როცა ხარ მე მაგალითად ავირჩევდი ქვეყანას სადაც ესეთ რაღაცები მარტივად არის მაგრამ ასევე თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ძველი სიახლე ნანახი თუმცა 2022-შიც ამბობდნენ მსგავს რომ დაინტერესებული არიან მოკლედ ზოგადად კრიპტოთი და კრიპტო გადახდების ინტეგრირებით Uber-ში. ანუ 2022 წელია. 2022 წელი არის ის პერიოდი, რომელსაც არ გადამიმოწმებია ეს პირველი ნაწილი იყო მეორე, მესამე თუ მეოთხე ამ წლის, მაგრამ 2022 წელი იყო ის წელი, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, სადაც პრინციპში კრიპტოს ძალიან ბევრს საუბრობდნენ მით უმეტეს პირველ მონაკვეთში და მეორე მონაკვეთშიც გადავიდა, ხო, სადაც ზაფხულამდე, გვიან ზაფხულამდე საუბარი იყო კრიპტოზე. და შესაბამისად აი მაგ პერიოდში რომ არ მოხდა ამან შეიძლება რაღაც ეჭვები გააჩინოს თუმცა კიდევ ერთხელ მზარდი არის კრიპტო მომხმარებლების რიცხვი როგორც ჩვენ ქვეყანაში ასევე ჩვენ ქვეყნის გარეთ და ჩემთვის ყოველთვის მისასალმებელია პრინციპში ისეთი პროდუქტის დანერგვა სადაც ვიღაცას ვისაც რითი უნდა რომ გადაიხადოს ანუ მე საერთოდ კრიპტოსაც რომ თავი დავანებოთ ამის მომხრევარ ვისაც თუ ორივე მხარე თანხმდება იმაზე რომ გაცვლის საშუალება შეიძლება იყოს ეს პირობითად გაცვალონ ერთმანეთში თუ ორივე ასე ვთქვათ ამას ანიჭებს ღირებულებას იძულებით გადაცვალ რომ აი შენ გინდა თუ არა ლარი გქონდეს ან გინდა თუ არა დოლარი გქონდეს ან გინდა თუ არა ევრო გქონდეს ну არ იმუშავებს და ვხედავთ რომ არ მუშაობს და შესაბამისად ეს ინდუსტრიაც ამიტომ იზრდება ნელ-ნელა და ურთიერთშეთანხმების საგანი უნდა იყოს თუ ორივე მხარე ტაქსის სერვისის მომხმარებელი და Uber-ის კომპანია და ასევე მძღოლი ну მძღოლს ავარავდოთ იქაური ასე ვთქვათ ეროვნული ვალუტის ეკვივალენტ ფულს მისცემენ მაგრამ თუ კომპანია თანხმდება რომ და სულ სტაბილური coin-ებიც მიიღოს გადახდებში რატომაც არა ეს კრიპტოს პირიქით წაადგება. ეხლა რაც შეხმა მესამე სიახლეს და მესამე სიახლე რაც იქნება Twitter-ზე გაზიარებული ამ სიახლის პირველი ფრაგმენტზე ვისაუბრებ მარტო, თუმცა სხვა სიახლებიც რაც არის ამ ასე ვთქვათ სტატიაში მოცემული და სიახლეების გავრცელებაში რაც კვლევის ნაწილიც არის და მაგიტომ მოკლედ მაგ პოსტში რაც არის მოცემული, არც თუ ისე უინტერესოა და შეგიძლიათ ეს სიახლეები ნახოთ დეტალურად, მაგრამ მე მაინც შევაჩერე ჩემი ყურადღება ჩინეთზე და იმ ასე ვთქვათ ჭორებზე, რა ჭორების თანახმადაც ამბობენ, რომ არ ვიცი როგორ გააკეთებენ ამას, მაგრამ არის ჭორები, რომ აკრძალავენ ბიტკოინის ქონის უფლებას. ну ეს არ მესმის ეს წინადადება, მაგრამ რაღაც დოზით ეს სიახლე უნდა მოგაწოდოთ. რატო? კიდევ ერთხელ წინა გადაცემაში განვიხილე 2021 წლის სიახლე, რომელიც ჩინეთიდან მოდიოდა, ორი სიახლე იყო 2021 წლიდან, ერთი იყო გადახდებში და ასე ვთქვათ გაცვლა-გამოცვლა შეზღუდვა კრიპტოვალუტების და მეორე იყო მაინინგთან მიმართებაში მე რამდენად მაგ პერიოდისთვის ამოჭრილი პრობლემა. ეს არის ჭორის დონეზე კიდევ ერთხელ, უბრალოდ ეს ჭორი უნდა გააჟღერდეს ჩემი აზრით, რატომაც არა, მაგრამ რომ განვიხილოთ 2021 წლის მერე რა მოხდა ზოგადად კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, მოკლედ ერთი პერიოდი იყო, რომ ასე ვთქვათ, კრიპტო ზოგადად განიხილებოდა როგორც საკუთრება, ასე ვთქვათ, და ამის შემდგომ ამ წელს მიიღეს დადგენილება, სხვათა შორის სასამართლო მიიღო დადგენილება, სადაც ბიტკოინი არის აღიარებული როგორც აქტივი, ანუ ეგრეთ წოდებული commodity, ხო? და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ ამ სიახლეს რაღაც ხრივ ახარწყლებს. თუმცა როგორც აქტივი და ეხა ავთოც თუ უყურებს და იურისტებიც თუ უყურებენ, ხო? შეიძლება აქტივზე და მით უმეტეს ჩინეთში ასე ვთქვათ რაღაც აქტივის ქონაზე რეგულაციები დამყარდეს. და ამ ხაზს თუ გავყვებით, აი ამ ხაზით შეიძლება ბიტკოინის ქონაც, ასე ვთქვათ, როგორც აქტივის ქონა, დარეგულირებული იქნა სახელმწიფოს ადმინისტრირებაზე არ ვამბობ, შეიძლება უყურებდეთ ახლა ამ გადაცემას და გეცინებოდეთ, როგორ შეიძლება ბიტკოინის ქონის ქონა, ასე ვთქვათ, და არ ქონა ვიღაცას დაუადმინისტრირო. ეს კიდევ ცალკე უტოპიური საგანია, რომელსაც არ ვეხები, უბრალოდ ეს სიახლე არსებობს.
რაღაც დონეზე, ხო, ჭორის დონეზე და შესაბამისად თუ ეს ჭორი კიდევ ერთხელ განმეორდა და მე კიდევ სხვა წყარომაც თუ ისაუბრა ამაზე, რაც ინდურ წყაროზე იყო გასვლა ვითომ ბინანსის ასე ვთქვათ ჩათრევაც უნდა და ამ ამბავში ბინანსიდან უარყვეს ეს ყველაფერი. მოკლედ რისი თქმა მინდა, ამან შეიძლება ბაზარზე მოახდინოს გავლენა იმ ფონზე, როდესაც ბავშვებისკენ კლაობა იყო ახლა გუშინ ჩვენთან გვიან საღამოს და დღეს დილით რაღაც სასწავლო ფაზაში გადავიდა და ამ ბავშვებისკენ კლაობასაც გადაცემის პირველი ნაწილის ბოლოსაც მოგახსენებთ. მოკლედ ბავშვებისკენ კლაობას თუ მსგავსი რეაქცია შეიძლება მოყვეს, ანუ ჩინეთის ამ ამბავსაც არც თუ ისე ნაკლები რეაქცია შეიძლება მოყვეს ბაზრისთვის, მით უმეტეს, როდესაც თუ ადამიანების ნაწილისთვის რომ ბულ მარკეტია, ბულ მარკეტშიც ამ მსგავსი ამბავი მოსულა, რადგან რაღაც ქაოტური ფული შემოდის, მოცულობები იზრდება. თეორიაში ეს არის, პრაქტიკაში პრინციპში პირველი სიახლით ნახეთ, რომ რაღაც დოზით არის მოცულობები გაზრდილი. მოკლედ მინდა რომ იცოდეთ ეს სიახლე, რადგან შესაძლებელია პატარ-პატარა სიახლეები, რაც გვხვდება ზოგადად ინდუსტრიაში, შეიძლება მსგავსი რაღაცები გამოგვეპაროს. ანუ არ გამოგვეპარება ესე, მაგრამ შეიძლება ინიღბება ისეთი პატარ-პატარა სიახლეები, როგორც არის თუნდაც ჩინეთის ამბავი. კიდევ ერთხელ სახელმწიფოებს როდესაც ეხება და მით უმეტეს ამერიკაში ჩინეთს და მსგავს მოთამაშეებს, სამწუხაროდ დადასტურდა უკვე, რომ რაღაც სიტყვას ფასი შეიძლება არ ქონდეთ და შესაბამისად მათ არ ვიცი რატომ აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოიტყუონ და გადათქვან, ასე ვთქვათ, თავიანთი დაპირებები თუნდაც ან გადათქვან ის თუ რა დაკმოკიდებულება აქვთ კრიპტოსთან მიმართებაში და მოერგონ კონკრეტულ ასე ვთქვათ ნარატივს და შესაბამისად ნარატივიდან გამომდინარე მიიღონ ასე ვთქვათ სხვადასხვა გადაწყვეტილებები. ახლა რაც შეეხება მეოთხე სიახლეს და მეოთხე სიახლეს ანუ გადავალ უბრალოდ გადავამოწმებ კომენტარების ამბავს, რომ პრობლემა ხო არ გვაქვს კომენტარების წერაში და მე მგონი არა ჩანს თუ არ ვცდები კი ჩანს YouTube-ის კომენტარები მეოთხე ნაწილში მოკლედ არის ესეთი ამბავი სიახლე წარსულიდან ეხება 20-21 წლის მეტნაკლებად გაგვიმართვა 7 ივნის მომხდარ ამბავზე არის საუბარი, რომელიც 19 მაისიდან მოდის და ეს ეხება პრინციპში ერთ-ერთ კიბერშეტევას, რა კიბერშეტევის დროსაც ერთ-ერთ არამერიკულ კომპანიას მოკლედ უთხრეს, რომ 4.4 მილიონი უნდა გადაიხადათ 19 მაისს უთხრეს 2021 წლის, რომ უნდა გადაიხადათ კრიპტოში და შემდგომ 7 ივნის მოხდა 2.3 მილიონის, ასე ვთქვათ, დაბრუნება და საერთოდ FBI იყო ჩართული და შესაბამისად ბევრი პოსტი იწერებოდა მაშინ და სიახლე რომ აი რაღაცნაირად მოხდა საფულის გახსნა, კრიპტოსაფულის გახსნა და ტაბლოიდები წერდნენ ესემ რომ აი ხომ ხედავთ კრიპტო მიკვლევადობაზე ჩვენ არც კამათობთ და არც საუბრობთ და მით უმეტეს კი ვიღაცა თუ ვიღაცა სალავს ფულს კრიპტოთი თუ რითაც არ იქნება არ აქვს მნიშვნელობა თუ დაიჭერთ ეგეთ ადამიანებს კარგია ანუ მაგაზე არც არის საერთოდ კრიპტოის საუბარი ხო უბრალოდ ეს ხაზგასმით რომ აი ყველაფერი მიკვლევადია და არანაირი პრობლემა არ აქვს კი ვისაც არ აქვს დასამალი იმ ადამიანებს შეიძლება საერთოდ არ უნდათ რომ სხვებმა იცოდნენ პირობით რამდენი აქვს ფული და ანუ ესეთ რაღაცებზე არ მაქვს საუბარი მაგრამ როდესაც მსგავსი ის ხდება რა ქვია ადამიანების ინფორმაციის წაღება და შემდგომ გამოძალვა ფულის ბუნებრივია ესეთი ადამიანები უნდა დაიჭირონ და რისი თქმა მინდა ხო 20-21 წელს კიდევ ასე ვთქვათ არ იყო ეს ბიტკოინი და დღესაც არ იმშელოთ მარტო თქვენი ასე ვთქვათ გარშემომყოფებიდან გამომდინარე რადგან თქვენი გარშემომყოფების გარეთ არსებობს სივრცე სადაც ადამიანები საერთოდ არ იციან ბიტკოინის შესახებ ბიტკოინი ქონიათ ვიღაც კონკრეტული ადამიანის ბიტკოინები გონიათ რაღაცა ცუდი ამბავი ზოგს რელიგიურ ასპექტშიც გადაყავთ ეს ელექტრონული ფული ასე ვთქვათ მაგრამ არსებობენ პრინციპში ადამიანები რომლებსაც გაეცნებათ ამ სიახლეზე და იმედი მაქვს იმ ადამიანების რიცხვი რომელსაც ამ მსგავს სიახლეებზე გაეცნება ხოლმე
რომ აი მიკვლევადია და მიკვლევადობაზე ხაზგასმა და ასე შემდეგ, ნელ-ნელა გაიზრდება და მით უმეტეს ამ გაზრდილ ოდენობაში ვისურვებდი, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლები ყოფილიყვნენ უმეტესობაში. კიდევ ერთხელ, მოკლედ სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ, აი მინდა ეს კაი შეგახსენოთ Bitnet-ზე შეძენა შეგიძლიათ USDT-ის 0%-ით საკომისიო. მოკლედ ჩვენ ეს სიახლე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Facebook გვერდზე, Bitnet-ის Facebook გვერდზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ასე ვთქვათ გვიყუროთ ხშირად, გაუზიაროთ ასევე მეგობრებს თუ მოგწონთ შეგიძლიათ მოიწონოთ რაც არ უნდა პლატფორმაზე გვიყურებდეთ, კითხვები დასვათ, გააზიაროთ და ჩვენ რაღაც დოზით მით უმეტეს ლაივის დროს თუ დამისვამთ კითხვებს, ჩემს ბედნიერი არავინ არ იქნება და გიპასუხებთ. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, გადაცემის მეორე ნაწილში ვნახოთ თუ რა ხდება ბაზარზე და ფასების კუთხით განვიხილოთ ჩვენი ბაზარი და თან პარალელურად ვისაუბრებ ორი ბავშვის კინკლაობაზე, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩამთავრდა. მოდი ჯერ ვისაუბრებ ამ ორი ბავშვის კინკლაობაზე და მე გაჩვენოთ ფასებს, ხო? როგორც ნახეთ და შეიძლება ბევრს არ გინახავთ, ანუ ვინც მომავალში ნახავთ ამ გადაცემას პრინციპში უკან ნახი გექნებათ იმედია. ივნისში ამოეწურა ილონ მასკს თეთრ სახლში მუშაობის ვადა. ილონ მასკმა ასე ვთქვათ წარადგინა Doge პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ხარჯების, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც თავის მხრივ ცალსახად კარგი არის. ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ვიღაცები კამათოთ რომ აი შეიძლება ვიღაცას დიდი მთავრობა მოგწონთ, მაგრამ ჩემი აზრით კარგი რაღაცა არის, როდესაც თანხების ასე ვთქვათ არამიზნობრივი ხარჯვა მცირდება და შესაბამისად ეს ადამიანი მეტნაკლებად ართმევდა ამას თავს. ბევრი კმაყოფილი იყო, ტრამპის თავის დროზე კმაყოფილი იყო, ასევე თქვენ გახსოვთ, წინა გადაცემაში ვისაუბრე, როდესაც არჩევნები იყო, გაიმართა ერთადერთი დებატი ტრამპსა და კამალას შორის და აი ამ დებატის შემდგომ უკვე ბევრმა დაინახა, ну არც ერთი ასე ვთქვათ მოდებატე ადამიანი არ იყო თავის სიმაღლეზე, მაგრამ ტრამპი აშკარად დამარცხდა ამ დებატებში, შემდგომ მეორე დებატებზე უარი თქვა ტრამპმა და ამის შემდეგ ასპარეზზე შემოდის ილონ მასკი და სხვათა შორის ილონ მასკის შემოსვლას რაღაც კუთხით მოყვა იმ ადამიანების შემოსვლა, რომლებიც საუბრობდნენ კრიპტოზე და ასე ვთქვათ რიტორიკა შეიცვალა. ტრამპის რიტორიკა თქვენ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ადრე გახსოვთ, რაც იყო, რომ თავიდან კრიპტოვალუტებზე პრობლემა არ ჰქონდა პირველი ადმინისტრაციის დროს და შემდგომ თქვა, რომ ერთადერთი ვალუტა არსებობს და ეს არის დოლარი და დოლარის გარდა არაფერს არ ვაღიარებ. ხო, ანუ ბოლოსკენ რაღაც ესეთ საუბრები გაუშვა და მოკლედ ეს ზამძიმე იყო ბევრი კრიპტო ინვესტორისთვის. შემდგომ აი ახლა ამ საარჩევნოდ მოიგო ტრამპმა პოლიმარკეტზეც იყო დადება სიახლეების ეს როდესაც ტრამპის ინაუგურაცია იყო შემდგომ მოგეხსენება ტრამპ კოინი, მელანია, ტრამპ ტოკენი, მელანია ტოკენი, სოლანა ზრდები და მოკლედ ეს პერიპეტიები გვახსოვს თუ არ გახსოვთ YouTube-ზე კრიპტობაზრის ვიდეოებში ამოვყევით და პრინციპში სათაურების მიხედვით მიხვდებით იანვრიდან მოყოლებული ამ სიახლეებზე ვსაუბრობ. ეს ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ აი როდესაც ტარიფებზე დაიწყო ტრამპმა საუბარი, მაშინ ილონის რიტორიკა ჯერ კიდევ თეთრსახში იყო, ის შეიცვალა. და შეიცვალა არც თუ ისე უმიზეზოდ, რადგან ტარიფების ომმა თქვენ ნახეთ ალბათ, როგორ დააზარალა ძალიან ბევრი ინვესტორი და ბევრი ადამიანი დღემდე და ბევრი კომპანია სხვათა შორის დღემდე გაუგებრებაში ბევრისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავდეს, აი საქართველოსთან როცა უყურებთ ამას შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რაღაცებს, მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ ამერიკასთან ურთიერთობა, სხვადასხვა ქვეყნიდან ოპერირებენ და მათ გაწერილი აქვთ ყველაფერი რა უნდა იყოს გადასახადი, რამდენი და მსგავსი ცვლილება ან გადავარგება სხვა ქვეყანაში ან ეკონომიკური ჯაჭვების შეცვლა არც თუ ისე მარტივი ამბავია და ესეც პლუს ხარჯებთან ასოცირდება და პრინციპში ესე ვთქვათ ისეთი ხარჯების და ისეთი ფლანგვის ამბები შეიქმნება, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო პირობითად აი რაღაცა შუშა რომ ჩაგიმტრიოთ ან მანქანის არამე მსგავსი, ეს ფული რითაც უნდა შეაკეთოთ ასე ვთქვათ შუშა შეიძლება სხვა დოლათის შექმნას მოხმარებოდა და პრინციპში შუშაც გექნებოდა და პლუს კიდე ერთი პროდუქტი გექნებოდა და საბოლოო ჯამში მოკლედ ასე ვთქვათ დოლათი უფრო მეტი იქნებოდა. ეს მარტივი პრინციპის დონეზე თუ
თუ გაინტერესებთ ეს პრინციპები შემიძლია ასევე წიგნების გაგიზიაროთ. მოკლედ რისი თქმა მინდა, აი ამ ტარიფების ომთან დაკავშირებით ილონი ამ კუთხით კრიტიკული იყო და შემდგომ უკვე ეს ბოლო კანონ პროექტი, რაზეც ბუნდოვანება არის, ტრამპი ამბობს, რომ ილონმა იცოდა, ილონი ამბობს, რომ მე არაფერი არ ვიცოდი, შემდეგ ორივე მხრიდან წამოვიდა 90% რაც სამუბრეს ერთმანეთს მიმართ სიმართლეა. ანუ დადასტურებულ სიმართლეებზე მაქვს საუბარი და არა იმაზე რომ ეპშტეინის ფაილებში არის ტრამპი და ასე შემდეგ, ეს თუ იცის ილონმა, პირველი კითხვა მიჩნდება, რატო იცის ილონმა და თუ ესე არ არის, მაშინ რატომ იტყუება, ან რამე მსგავსი, ხო? დანარჩენ რაც ისაუბრეს, რომ სიტუაცია მე მოგაგებინე არჩევნები, დიდი ალბათობით სიმართლე არის, რადგან თუ დააკვირდებით რეიტინგის ცვლილება ილონთან მიმართებაში კორელაცია ამ კუთხით რაღაც მხრივ არსებობს. მე პირად საუბრებში, არ ვიცი გადაცემაში მithქვამს თუ არა, პირად საუბრებში დიდი ხნით ადრე ველოდებოდი, უკვე იანვიდანვე ველოდებოდი, აი როდის დაცხებდნენ ესენი ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე არათანმიმდევრული არის და 20-21 წლის სიახლეებიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რომ ერთი ადამიანიც არათანმიმდევრულია, მეორე ადამიანიც არათანმიმდევრულია, ეგოზე და პირად იმებზე არ ვისაუბრეთ და არათანმიმდევრული ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მით უმეტეს რაღაც საკითხში, რომელშიც წესით უნდა თანხმდებოდნენ, აი ამ შემთხვევაში ილონი მართალია ტარიფებთან მიმართებაში, რაც უნდა გასაკვირი იყოს. წესით, ასე ვთქვათ, ტრამპის ნარატივში რითაც მოვიდა ეს არ ჯდებოდა არანაირად და ეს კურსიდან გადახვევა იყო, შესაბამისად მოხდა ის დაპირისპირება, რაც მოხდა. გაგრძელდება ეს ჭორაობა, არ ვიცი. ეს ჭორაობა რატომ მოქმედებს ბაზარზე, მე გეტყვით სხვა კუთხით. ამ ჭორაობამ უბრალოდ დაადასტურა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება კრიპტო ინდუსტრიის მიმართულებით ძლიერდებოდეს, მაგრამ მისი გავლენები და მისი ძალა და სიტყვის ფასი ნელ-ნელა იცვლება. ანუ შენ თუ ყავს პარტნიორი და აი ამ პარტნიორთან პირობითად რაღაც პიროვნული უთანხმოება თუ შეხედულებების მიმართ უთანხმოება გაქვს და შემდგომ შეგიძლია საერთოდ ხაზი გადაუსვა ამ ყველაფერს და წარსულში ჩადენილი პრობლემები, აი სიტუაციაზე წინა ადმინისტრაციის დროს, აი ტრამპმა როგორც თქვა, წინა ადმინისტრაციის დროს სუბსიდირება ხდებოდა ილონის კომპანიების და აი ამის გამოკვლევა რატო არ მოხდა, მაშინ ოფისში რატო შემოუშვი და როდესაც დოჯზე იყო საუბარი, თვითონ ილონის კომპანიიდანვე რატომ არ დაიწყე, ხო? ანუ ეს არის არათანმიმდევრულობის ბუკეტი და ორი არათანმიმდევრული ადამიანი, ამიტომ ვთქვი, რომ ბავშვების კამათზე არის აქ საუბარი, ჩემი აზრით ეს არ არის პასუხისგებლიანი ადამიანების საქციელი ზოგადად რაც მოხდა და პასუხისგებლიანი ადამიანები ესე არ იქცევიან და იმედი მაქვს ბაზარი მიხვდება ზოგადად რომ მარტო რომელიღაც ქვეყანას კი არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ზოგადად ეს ინდუსტრია და მით უმეტეს ბიტკოინი ცდება ამ ქვეყნის პერიპეტიებს, მაგრამ ნახოთ, რა ვიცი. დიდი კლება არ არის, სიმართლე რო გითხრათ, უფრო დაიკლებს თუ არა ამაზე ვისაუბროთ, სადამდე შეიძლება დაიკლოს ფასმა, მაგრამ როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ, აი, რა ვიცი მე, ყოველ მეორე გადაცემაში საუბრობ ამ ადამიანებს არ აქვთ პრობლემა თავიანთი ნათქვამი გადათქვამ. და ამ ადამიანებს არ აქვთ პრობლემა, რაზეც საუბრობდნენ, იმაზე აღარ ისაუბრონ და შეატრიალონ. ამიტომაც ნებისმიერი მწვანე შუქი, ანთებული შუქი კრიპტო რეგულაციების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციიდან მით უმეტეს, ჩემთვის ასე ვთქვათ 50-50-ზე, აი არ ვიცი იქ შიგნით რა დევს, აი რო გავხსნი მე რომ ნახავ, ან კარგი იქნება, ან ცუდი იქნება, ხო? და შეიძლება წინა დღეს კარგი იყოს, შემდეგ დღეს ცუდი. ამის მაკონტროლებელი სადავეები იმედია მალე გამოჩნდება. ამერიკაში არის სისტემები, რაც პრინციპში არც თუ ისე ასე ვთქვათ უპრიან რაღაცებს გაატარებს მარტივად, თუმცა კიდევ ერთხელ ის ზღაპარი, რა ზღაპარზეცაც კვირდებოდნენ კრიპტო ინდუსტრიას, რაღაც კუთხით შესრულდა, მაგრამ ამ ზღაპრის საფასურს როდის გადავიხდით, მით უმეტეს ამერიკაში მყოფი კომპანიები არ ვიცით. და აი აქ ვიქნებოდი ფრთხილად, თუმცა კიდევ ერთხელ რაც არ უნდა შეზღუდვები იყოს, აქ მეორე მხარეც დაინახეთ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უფრო მკაცრი კანონები იყო, მაგრამ კრიპტო გადარჩა და საერთოდ სხვა ქვეყნებში გადავიდნენ ის კომპანიები, რა კომპანიებიც ოპერირებდნენ ამერიკაში, ამიტომ
როგორც იტყვიან ხოლმე და ბიტკოინთან მიმართებაში უფრო როგორც იტყვიან ხოლმე, რომ ბიტკოინს კი არ ჭირდება რომელიღაც პოლიტიკოსი, ამ პოლიტიკოსებს ჭირდებათ და ქვეყნებს ჭირდებათ ბიტკოინი. ეხლა გამიგრძელდა მოკლედ მეორე ნაწილის შესავალი, მაგრამ ამ სიახლეზე რო არ მისაუბრა არ შეიძლება, რადგან ეს ისტორიას მინდა შემორჩეს თუ სხვისმა უპასუხისგებლობამ და ზოგადად ბავშვურმა ქმედებამ რა შეიძლება უქნას ბაზარს და მოდი ვნახოთ გუშინ რა უქნა ამან ბაზარს. აი ხა გამოჩნდება ეკრანზე. ის დაღმასვლა ეგრე ხედავთ. პროცენტულად თქვენ შეიძლება თქვათ რომ არაფერი დიდი არ ყოფილა დაღმასვლის კუთხით. ბიტკოინის ფასი ჩამოვიდა 5%-ით. 5%-იანი ვარდნა და მით უმეტეს აი ამ სიახლესთან მიბმული 5%-იანი ვარდნა ამ სიახლიდან გამომდინარე პრინციპში ნელ-ნელა ხდება აი ამ დიაპაზონის ათვისება. თქვენ ალბათ გახსოვთ ეს დიაპაზონი 4 საათიანზეც კარგად ჩანს. ეს დიაპაზონი მოვნიშნეთ ჩვენ წინა კვირებში. ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ აი ამ დიაპაზონის აი სადაც პრინციპში ჩრდილებს არ დააკვირდებოდი თქვენ ადგილზე მით უმეტეს ერთიანში, უფრო ტანს დააკვირდებოდი და ტანთან მიმართებაში კი წინააღმდეგობა იყო, აი ამ წინააღმდეგობის ასე ვთქვათ გარღვევა ვერ მოხდა. როგორც წინა კვირაში ვისაუბრეთ, სუდი დიაპაზონები, ფსიქოლოგიური დიაპაზონი პირველ რიგში, ფსიქოლოგიური დიაპაზონი 100.000 თითქმის 100.000-მდე იყო ფასი ჩამოსული, 100.000 ქვემოთ ჩვენ გვექნება 97.000 ცუდ შემთხვევაში და უფრო ცუდ შემთხვევაში კი ჩანს ის დიაპაზონები, შეიძლება 85-იც იყოს, მაგრამ იმედი მაქვს ესეთი სისწრაფით არ ჩამოვაქტივი. თუ რა თქმა უნდა ჩინეთის სიახლე არ დადასტურდა. ხო, ესეც გასათვალისწინებელია, მოკლედ აი ეგ ჩანს ფასის კუთხით. იმედი მაქვს სხვათა შორის რომ ასე ვთქვათ ბაზარი აღიდგენს ძალებს ეს რამე ფინანსური რჩევა, ასე ვთქვათ წინასწარმეტყველება კი არა, ეს ჩემი სურვილი არის, რომ მსგავსი ბავშვების კინკლაობა არ ითარგმნოს ყოველ ჯერზე კრიპტოს ფასების ცვლილებით მით უმეტეს და იმედი მაქვს, რომ აღდგება, ასე ვთქვათ, ეს დაკარგული ფასები, მოცულობაც გუშინდელი ერთ-ერთი ბირჟის Binance-ის ბირჟის მოცულობებზე არის საუბარი, დიდად საშუალო მოცულობებიდან გადახრა არ იქნებოდა, მოკლედ ფასების კუთხით იცით რა ხდება. ეხლა ვნახოთ დომინანცია. ბიტკოინის დომინაცია იწევს, არ არის გასარკვირი, როდესაც კრიპტოს ფასი ვარდება, ბიტკოინის ფასი ვარდება და სხვა ალტკოინების ფასი უფრო ვარდება, რა თქმა უნდა, ბიტკოინის დომინაცია იზრდება. ბიტკოინის დომინაცია ესეთ უკვე აგრძელებს, შეიძლება 65-ის ნიშნულზე გავიდეს. კიდევ ერთხელ, ჩემთვის კონკრეტულ ნიშნულს არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი უბრალოდ მე რაც მაინტერესებდა, თქვენ ვინც უყურებთ კრიპტო ბაზარს, კარგახანია, გახსოვთ, რომ ეს 60%-იანი ნიშნული მაინტერესებდა. ეს 60%-იანი ნიშნული, რა ვიცი მე 2024 წლის ოქტომბერში აქ შემოდგომაზე გადაილახა, შემდგომ მოხდა გამოცდა, ასე ვთქვათ, აი აქ იყო რომ უკვე ბევრი ალტკოინების ფასი გაიზარდა, აი ზუსტად ესეთი კორექციების დროს შეიძლება ასე ვთქვათ ვნახოთ ჩვენ ალტკოინების აღმასვლა. აი კორექციის სიჯანსაღეზე და ბევრჯერ შემოხდა ეს კორექციის სიჯანსაღეზე ზოგადად პოსტფაქტუმ უფრო მარტივია საუბარი, რადგან კორექცია შეიძლება ტრენდის ცვლილებაში გადავიდეს, ხო? ეხლა ამის საშუალება არ არის. აღმასვლის ტრენდი ბიტკოინის დომინაციაში იყო 2022 წლიდან. აი ეს დიაპაზონი არის ზუსტად ის დიაპაზონი, სადაც მოხდა FTX-ის ამბავი. ანუ ერთ-ერთი დაბალი ნიშნული ბიტკოინის დომინაციამ მაშინ სწორედ ასე ვთქვათ FTX-ის ამბების დროს დააფიქსირა, რაც იყო 40%. უბრალოდ მე ჩემ ლოგიკაში არ ჯდებოდა, ამიტომ არის რომ ბაზარზე მარტო თქვენ ინტუიციას კი არ უნდა ენდოთ, ზოგადად მიმოიხედოთ ირგვლივ რა ხდება, როდესაც ბიტკოინი 20.000-ია და 20.000-ზე იყო მაშინ და უფრო დაბლა და მათ სხვა კოინებს ყიდულობ, ეს შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს საერთოდ როგორ უყურებ ინდუსტრიას. მეორე მხრივ, როდესაც ხედავ რომ ფაქტობრივად აღმასვლები ბიტკოინის ფასი იწევს და დომინაციას ესე იწევს, ხო, ნუ ეს ჩემი შესყიდვის ლოგიკაში რა თქმა უნდა არ ჯდება, თუმცა ბაზარი სხვას ამბობს. დაველოდოთ დომინაციის ზედანიშნული რომელიღაც აი აქ თუ ავიდა ხო საერთოდ, მაგრამ ჩემთვის არაფერს
არ ცვლის მოკლედ ეს უბრალოდ ეს განამტკიცებს იმას რომ აი ეს განზავებული შიტკოინები მართლა შიტკოინები რაც არსებობს ანუ რაც pump and dump-ისთვის არის შექმნილი რასაც ღირებულება არ აქვს არც white paper-ი აქვს არც არაფერი 80% ეგეთი არის ხო ანუ შეიძლება სარისკო კალათაში ახლა ავტოსპოსტი არის ჯგუფში პირველი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შეიძლება მეორე სარისკო აი როგორც თვითონ აქ მან განხილული ხო სარისკო კალათა შეიძლება კონდეს და შეიძლება კონდეს ძალიან სარისკო კალათა ხო ძალიან სარისკო კალათაში რა პროექტებიც არის რომლებიცაც საერთოდ შეიძლება არანაირი მოვალე არ ქონდეს აი ამებზე არის საუბარი ხო იერარქიულად რომ მიყვათ კიდევ ერთხელ მაგალითად ბიტკოინერმა შეიძლება გითხრათ რომ ბიტკოინის გარდა შიტკოინია ყველაფერი მე არ ვფიქრობ ბიტკოინის თავის ღირებულება აქვს და ალტკოინების დიდ ნაწილს თავის ღირებულება აქვს ესეც ხაზგასმით უნდა ითქვას ისტორიის კონტექსტიდან გამომდინარე წლის გადავამოწმოთ ჩვენი ბედოულათი ეთერიუმი რა შვება არაფერი საინტერესო არაფერი კარგი და ეს მოძრაობა სოლანაზე წესით გაგრძელდა $100 ნახე სოლანა ბიტკოინის სოლანასი და ასე ვთქვათ ეჭვი მაქვს რომ იგივე ტენდენციები გაგრძელებულია ასე დაწერეთ კომენტარებში უცებ რა გაინტერესებს ხო აი კლებას აგრძელებს ეს დიაპაზონი ხო აი ჩამოცდენილია და სოლანა ბიტკოინი 50%-ით შეიძლება შემცირდეს რაზეც ჩვენ წინა გადაცემაზე ალბათ გვისაუბრი ხო ესეც არსებობს ერთადერთი უბრალოდ გადავამოწმებ რაც დიდხანს არ გადამიმოწმები არის BNB არაფერი საინტერესო და პირიქით კვირის დიაპაზონში ASDD ღრმული გვაქვს რაც ძალიან სერიოზულია BNB-ისთვის პირველი გაჩერება ეს -27%-იანი ცუდ შემთხვევაში ბიტკოინის წყულში მაქვს ხალხნო საუბარი და შემდგომი გაჩერება ეს შეიძლება ბიტკოინის წყულში გააგრძელოს კლება ბიტკოინის ფასი ისე გაიზარდოს რომ BNB-ის ფასი არ შეეტყოს ან პირიქით დოლართან მიმართებაში გაიზარდოს ხო ასევე საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში 12 დღეში შეხვედრა და ნახოთ ხო იგივე საპროცენტო განაკვეთს 97.5%-ით ვარაუდობენ და თუ არ ვცდები ივლისში აგვისტოში მე დასვენება ივლისში შეიძლება კლებაზე იყოს საუბარი თუმცა მსგავსი პროპორცია მე მახსოვს ჩვენ გადაცემაში განვიხილეთ ივნისთან მიმართებაშიც თუ არ ვცდები იყო ხო აი no change არის 97.5 ხო რაც ითქვა შესაბამისად დაველოდოთ კიდევ ერთხელ სხვადასხვა ასე ვთქვათ ინფლაციის მაჩვენებლებიც გადასამოწმებელია ნუ ილონის დაარსებული ასე ვთქვათ დანონსებული რეცესია იმედი არ გვექნება ასევე ვისაც გაინტერესებთ მოკლედ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვისაც გაინტერესებთ სხვადასხვა კურსები კრიპტოსთან მიმართებაში ესე პროგრამირებასთან მიმართებაში Pixel Academy-ში შეგიძლიათ თქვენ ნახოთ მარტივად შეგიძლიათ მოკლედ კონსულტაცია მოითხოვოთ ზოგადად თუ გაინტერესებთ ყველაფერი ერთად და არიცით რა ან დეტალურად გადახვდეთ და დეტალურად ნებისმიერ ასე ვთქვათ ნებისმიერ სისტემაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი გადახვდეთ დეტალურად ბექენდის სიტყვაზე მოითხოვეთ კონსულტაციაზე ვითაც ვინასწავლის დარეგისტრირება შეგიძლიათ ნახოთ სილაბუსი საფასური და ყველაფერი ერთად მოკლედ რადგან ხშირად კითხულობთ მარტივად როგორ გავერკვეთ კრიპტოსთან მიმართებაში როცა კითხულობთ მით უმეტეს და ასევე პროგრამირებას თუ გაინტერესებთ ხო კარგი რადგან ბევრჯერ განხილული მოკლედ დეველოპერების დეფიციტი არის კრიპტო პროექტებში და რა ვიცი რას ელოდება ხალხი, არ ვიცი ლანგრით მოვა ეს სამსახურები თუ რა, არ ვიცი ეს ლირიული გადახვევა იყოს ჩემგან. ეხლა რაც შეეხება ვნახოთ ჩვენ მოკლედ გადაცემის კომენტარები, ჯერ ვნახავ Facebook-ზე თუ შევძლებ გაუმარჯოს ხმა ისმის დაბალზე ძალიან. ესეც კაი დროს ვნახე, მე მგონი ხმის მოსმინა დაბალზე, ვნახოთ აბა YouTube-ზე თუ იყო მსგავსი პრობლემა. ეხლა როგორ ისმის ხო? აი, აშკარად როგორც ლადო იწყებს ხოლმე, ეს უნდა დავიწყო. შენი აზრით, ნიკოლოზ მეკითხება, შენი აზრით გაიზრდება თუ არა ეთერიუმის და ბიტკოინის თანაფარდობა მომავალი 1 წლის განმავლობაში? ანუ ეთერიუმის ფასი ბიტკოინთან მიმართებაში თუ გაიზრდება, ხო? არ ვიცი, ანუ
ესე 1 წლის განმავლობაში წინასე რაღაცით არ შემიძლია, უბრალოდ გული რომ არ დაგწყდეს, კიდევ ნახოთ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტი და განვიხილოთ ეხლა სადაც არის ეს დიაპაზონი ეთერიუმისთვის რა არის, ხო? ნუ ჯერჯერობით 1 კვირა, 2 კვირა, 3, 4 კვირის განმავლობაში აი ამ დიაპაზონის უარყოფა მოხდა. სულ რომ დაბლა ჩამოვიდეს ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში, ჩემთვის საინტერესო საყრდენი იქნება ეს დიაპაზონი და ეს წინააღმდეგობა, როდესაც მოტრიალდება ბაზარი, დიდი ალბათობით გადაილახება ლოკალური წინააღმდეგობა შეიძლება ეს იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ დაღმასვლის ტენდენცია არის შენარჩუნებული, ასე ვთქვათ, კორექციის საპირისპირო არის მომხდარი. თქვენ შეგიძლიათ ესე გადათარგმნოთ ტექნიკურადაც სხვა რაღაც ქვია ამას, ხო? და ხედავთ რომ 4 კვირის განმავლობაში ეს ფასის დიაპაზონი, ასე ვთქვათ, თანაწყობთ, არაწყობთ, მოცულობები იკლებს, მოცულობები არის კლებადი, თუმცა ბაზარზე ადამიანები არ ყიდიან ეთერიუმს თუ ბიტკოინთან მიმართებაში შეადარებთ ამას. ანუ არ ცვლიან აქტიურად ბიტკოინში, რადგან მე მაქვს ეჭვი, რომ ადამიანები თვლიან დიდი ოდენობა თვლის ალბათ ან შესაბამისი ოდენობა რომ ეთერიუმ ბიტკოინის დაბალი ნიშნული წლების განმავლობაში ეგ რაც 20 წელს და 20 წლამდე იყო მიღწეული. მაგრამ კიდევ ერთხელ საპროცენტო განაკვეთის შემცირების გაჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ამბები, ბევრი ცოტა სხვანაირად უყურებთ, რომ აი საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს და შემდგომ მოხდება ძალიან ბევრი თანხის შესვლა კრიპტოში. ესე მარტივად არ გამოიყურება სამწუხაროდ და ვიმედოვნებდი, რომ ესე მარტივი ყოფილი იყოს. უბრალოდ აი ეს განცხადებები, ახლა ილონის განცხადება ცალკე და ამაზე საერთოდ ხედავთ რომ ივნისში არანაირი პასუხი არ იქნება საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში, უბრალოდ ივლისში რა იქნება არ ვიცი და ზოგადად ეს განცხადებები როგორ იმოქმედებს ინვესტორებზე არის ამაზე დამოკიდებული. თუმცა კიდევ ერთხელ პოტენციალი ნებისმიერ აქტივთან მიმართებაში აქვს დიდი დაღმასვლის, უბრალოდ აი ტექნიკურად რო გითხრათ, ფუნდამენტურად, იმაზე უარესად იქცეოდა ეთერიუმის მის ვიტალიკი და ზოგადად ეთერიუმის ირგვლივ იმაზე უარესი სიახლეები იყო, ვიდრე ახლა არის. ანუ ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან ტექნიკურად ამაზე ამ ნიშნულზე ეთერიუმი უფრო ადრე უნდა ჩამოსულიყო და არა ახლა, როდესაც გამოსწორების გზაზე არის რაღაც კუთხით, ხო? მადლობა შეკითხვისთვის, გამარჯობა სონიკზე რა სიტყვით, ასევე მის airdrop-ზე. სხვადასხვა სონიკის პოტენციურ airdrop-ზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კრიპტობაზრის YouTube გვერდზე კრიპტობასი ფორმატში გასული live გადაცემა, რომელიც რომელშიც არის აღწერილი თუ როგორ შეგიძლიათ პოტენციურ airdrop-ში როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. მე ზოგადად Sonic-ზე თუ მკითხავთ აზრს, მე ვერ ხვდები რა ისეთ პრობლემას აგვარებს ჩემთვის პირადად Sonic-ი, რა პრობლემის მოგვარებაც სხვებს არ შეუძლიათ. ფანტომთან მიმართებაში ადრე იყო შეკითხვები, მე პირადად მოკლედ ეს პროექტი არ მომწონს. თუმცა მე რომ არ მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ პროექტში არ ვაკეთებ ინვესტიციას და პირიქით აი ზუსტად მაგ ლაივის შემდგომ, რა ლაივზეც მაგ ეხლა საუბარი, მაგ ლაივის შემდგომ გადავწყვიტე, რომ რაღაც შაურმის თანხით, ასე ვთქვათ, დამეტესტა თუ რა პროდუქტები იყო და მიმეღო, ასე ვთქვათ, რაღაც მონაწილეობა, ჩემი პატარა მონაწილეობა, ეხლა გეტყვით, რომელ გადაცემაზე არის საუბარი. აი ეგერ გამოჩნდება ეკრანზე, კრიპტობაზარს ჩაწერთ YouTube-ზე და Sonic ეკოსისტემის განხილვა თემასთან ერთად, მოკლედ 4 კვირის წინ იყო, საათ ნახევარია, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. შეიძლება იცით პრინციპში ეს ბენეფიტები რაც შეიძლება კონდეს პოტენციურად, მაგრამ თუ არ ვწდები გადაცემიდანვე მახსოვს რომ ივნისზე იყო საუბარი და ივნისში დადგა და დაველოდოთ, შეიძლება ამ სიახლეზე ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც სიახლეებიც არის ამ კუთხით, მე აქტიურად არ ვადევნებ თვალს, თუ ვინმე მიცით დაწერეთ კომენტარებში ან ჯგუფში, კიდევ ერთხელ თუ რამე კონკრეტული თარიღია airdrop-თან მიმართებაში და სხვადასხვა Sonic-ის ყიდვაც
შეგიძლიათ მოკლედ ბიტნეტზე და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ გადაცემის პარტნიორი არის ბიტნეტი და შეგახსენებთ ასევე იმასაც რომ ბიტნეტს აქვს შესანიშნავი აქცია რომლის ფარგლებშიც USDT-ის შესყიდვა შეგიძლიათ 0%-ად და მით უმეტეს ვინმეს თუ გადაწყვეტილი ასეთი აღმასვლების დროს თქვენი პორტფელის ასე ვთქვათ შეცვლა, დამატება თანხების პრინციპში შესანიშნავი ასე ვთქვათ შესაძლებლობა არის ამ კუთხით და ასევე არ დაგავწდეთ თუ არ ხართ ბიტნეტზე დარეგისტრირებული ჩვენი რეფერალური ლინკით დარეგისტრირდეთ. მოკლედ შევაჯამოთ. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე სიახლეებზე, თუ რა სიახლეები გვაქვს ზოგადად ბაზარზე და შეგიძლიათ ნახოთ პრინციპში ეს სიახლეები პატარა ბავშვების კინკლაობაზეც ვისაუბრეთ თუ ვინმე ხართ ისეთ ვინც ახლა შემომიერთით ტრამპზე და ილონზე არის საუბარი გადაცემის მეორე ნაწილში შევეცადე ტექნიკურად მენახა თუ რა ხდება ბაზრის თავს და მესამე ნაწილში ვუპასუხე მოკლედ შეკითხვებს მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით ბასის ფორმატში კრიპტო ბაზარი პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით